დადებითი ენერგიით ვიწყებთ პირდაპირ ეთერში თქვენთვის მუშაობას. რა თქმა უნდა, თქვენი დროა და თქვენი დრო ეთმობა რა დღეს ასტროლოგიას. მე და მიხეილ ცაგარელი არ ვღალატებთ ამ თემას ყოველ ხუთშაბათს და მადლობა თქვენი სახელით ამ არაჩვეულებრივ ადამიანს, პროფესიონალ ადამიანს, რომელთა რჩევები, როგორც მე, ასევე თქვენი ზარებიდან ირკვევა, რომ ნამდვილად არის სასარგებლო. დღეს შევახსენოთ მაყურებელს 7 მაისია და ხუთშაბათი, რა თქმა უნდა, იმედია დღესაც იაქტიურებთ, დღეს ჩვენ არა ვართ მარტო, ყავს არაჩვეულებრივი ლამაზი, თან ნიჭიერი, ჭკვიანი ასტროლოგის სტუდიაში. და მინდა წარმადგინო ქეთი ვაწაძე, იცნობდეთ მას, ხშირად არის ხოლმე მითები, რომ ბატონი მიხეილ ცაგარელი სხვა ასტროლოგებს არ ცნობს ეს მითები დაიმსხრა რამდენიმე ხნის წინ, მაშინ როდესაც ბატონმა მიხეილმა არაერთი ცნობილი ნიჭიერი უკვე წლებთან ერთად გამოსტილი ასტროლოგი მოგვიყვანა სტუდიაში, მათი შესახებ თქვენ გვიკავშირდებით ეთერს მიღმაც და იმედია მათი რჩევებიც ასევე არის საჭირო თქვენთვის, მაგრამ ქალბატონი ქეთი და ბატონი მიხეილი ის ადამიანები არიან, რომელმაც ერთად დაიწყეს ასტროლოგიის პოპულარიზაცია, განვითარება და ადამიანების დახმარება. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ქეთი. მადლობა თქვენ მოწვევით. და მადლობა ბატონ მიხეილს. მოგესალმებით, შემოკარგებო პირველი სკოლისა, დღევანდელი სტუმარი შემთხვევით არ არის შერჩეული, ამიტომ რა როგორც ლელამ თქვა, მე არასოდეს არ მithქვავს, რომ მე არ ვცნობ არავის ასტროლოგს, ესეთი რამე არასოდეს არ ყოფილა. უბრალოდ არის ასტროლოგი, ვისაც ვცნობ და ვიცნობ და ვენდობი, არის ესეთი, რომელსაც არ ვიცნობ, ვერ ვენდობი და ამიტომ ვამბობ ხშირად ესე დროს, რომ არ ვიცნობ ამ პიროვნებას, ვერც ვერ გეტყვი. ვერც ცუდს, ვერც კარგს, ხო? მაგრამ არიან ზოგიერთი ისეთები, რომელსაც გრძნობ და ვიცი, რომ ის ასტროლოგი არ არის, მაგრამ რაღაცა უნდა რომ გახდეს, მაგრამ არ არის. პრეტენზია აქვს. სურვილი აქვს. ხო, ყოველ შემთხვევაში თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენი რუბრიკა ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ აი ნელ-ნელა მინდა გაგაცნოთ ის ადამიანები ასტროლოგები, რომლებიც არიან ასევე, შეიძლება ხალხი ხშირად არ არიან ეკრანზე, მაგრამ არიან, თორდათ რომ გამოჩნდებიან და მათ აქვს თავისი აზრი, თავისი შეხედულება, თავისი სამხედველობა. დღევანდელი სტუმარი, ამიტომ ჩემთვის ის სტუმარია თქვენთვის აი თავისთავად, იმიტომ ჩვენ 93 წელს დავიწყეთ ერთად გადაცემა, ვინც ძველი ესეთი მაყურებელია სტაჟიანი, იმას ახსოვს ალბათ, მეორე არზე პროგრამა ზოდიაკო, პირველად საქართველოს ისტორიაში ტელევიზიებისა, გავიდა ესეთი ასტროლოგიური რუბრიკა და მე და ქეთის მიყვავდა ეს გადაცემა. მაშინ და აი ეს პირველი ესეთი ყველა ძლიერი სარეკლამო, მოდი თქვათ ასე, ზეგავლენა მაშინ მოხდა, როცა ადამიანებს გავაცანით ზოდიაკოს ნიშნები, 12 ზოდიაკოს ნიშანი პოპულარული ფორმით. და ახლა უკვე ქეთი რასაკვირველია, უკვე როგორც ჩამოყალიბებული ასტროლოგი დღეს გვეცვია ჩვენ სტუმრად ყავს იგი და მე მინდა რომ თქვენი დღევანდელი კითხვები სწორედ იყოს, ნუ ახლა ვინც ინტერნეტში შედის, იქიდან ხო კარგად იცნობთ მას თავისთავად და მე მინდა რომ თქვენი დღევანდელი კითხვები იყოს არა ჩემთან, არამედ მასთან, იმიტომ რომ ჩვენ ყავს დღეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ასტროლოგი. აი ეს კითხვები, რომელიც თქვენ გინდა დაუშვათ, რომ მე გაგცეთ პასუხი, ამოდი დღეს ეს კითხვები დავუსვით ქეთის და მოისმინეთ შეიძლება იგივე ხედვის ახალი ინტერპრეტაცია, იმიტომ რომ მე შეიძლება ცოტა სხვანაირად გიპასუხოთ, მისი ხედვა კიდე თავისებურია და ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ ამით ხდება საინტერესო აზრების წინაპლანზე წარმოჩენა. ქეთი გვიპასუხებდეს შეკითხვას თქვენს მოწოდებას უკვე გამოვეხმაურა პირველი მაყურებელი და იმედია რომ ჩემთან არ არის კითხვა. ყოველ შემთხვევაში ასტროლოგია ქალბატონი ქეთი და გიპასუხებთ. ერთგვარი რაღაც გამოცდასავით არის დღეს ორი ასტროლოგი ყავს და ორი ასტროლოგი ყავს და საინტერესოა მათი აზრი დაემთხოვა თუ არა ერთმანეთს. გამარჯობა. გამარჯობა. ქალბატონ ქეთი. დიახ, ისმენთ. მაინტერესებს აზარტული თამაშების კატეგორიულად ეკძალებაო ერთ-ერთ ჟურნალისტს დავიკითხე. აზარტული თამაში. შავი მთვარე აქო ლომი ზოდიაკოში, ცუდოსანში და ვერჩი და ამავე ზოდიაკებში არის პლანეტა სატურნი. რამდენად არის ეს მართალი და მეორე კითხვა ერთ-ერთ კიდე ჟურნალში ეწერა, რომ მთვარის კალენდრის მიხედვით არ შეიძლებაო ბავშვის ჩასაფალო მეორე, მე-9, მე-12, მე-13 მე-18, მე-19 და 29 თვარის დღეებშიო და ახალ თვარეობაზე და საერთოდ თვარეობაზე. რა თქმა ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი მაინც. მადლობა, მე ამაყივა რომ ჩემს გადაცემას უყურებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც პროფესიონალურ შეკითხვებს სვამენ იმაზე მეტად, ვიდრე ეს ალბათ წარმოგედგინათ, ხო? კი, მადლობთ. ჩემ მინდა ვთქვა, რომ აი
ჩვენი პირველი გადაცემებიდან დღემდე, ახლა რო უყურებ, იმდენად გაიზარდა მაყურებელი, მსმენელი, ჩვეულებრივი ადამიანი. რასაც ქვია, შემოვიდა მერწყულის ეპოქა. ბატონი მიშა ცაგარელი იყო, ესე ვთქვათ, გზის გამკაფავი. ანუ ტრენს ბურღა უკვე 21 წელია. ყოველ შემთხვევაში ეს რომ არ ყოფილიყო სამყაროსთვის საჭირო, არც მიშა იქნებოდა ეთერში, არც ეს გადაცემა გვექნებოდა იქ 90-იან წლებში. თან ისეთი ბნელი წლები იყო, ისეთი ნუ დეპრესიული, იქ საერთოდ ასტროლოგიის ხსენებაც კი არ შეიძლებოდა. ხო და მე მახსოვს ახლა სანამ გავცემდე პასუხს ჩვენს მაყურებელს, ვიტყვი ესეთ რაღაცას. გახსოვს რომ ქონდა გადაცემა იმაზე მორიელზე და ნუ წამყვანი თემა ნუ ეს ახალისო გადაცემა იყო და ნუ ვთქვით იქ რომ მორიელი ეს არის ყველაზე სექსუალური ნიშანი და სექსის მეფე და რაღაცა და მეორე დღეს რომ მივედი სამსახურში მთელი სამსახური დამხვდა ნუ არ ვიცი რო არ ჩამქონეს მადლობა ვთქვი როგორ გავედეს სიტყვა სექსის თქმა და სექსუალურის თქმა ტელევიზიით ну აი ნახა შეადარეთ დამხელა გზაც არის გავლილი ამ დროს ну ახლა მორიელზე როცა ლაპარაკო ამაზე რო არ ლაპარაკო ესეთი თემა იგზალებოდა საერთოდ და ну მოკლედ რამის ის მომიწყეს სასამართლო როგორ თუ არ მწვენიათ მეთქი რამე თქვა ну არის ეს გამორჩეული თქვა თემა მორიელთან კომენტარად დავტოვოთ ხო ეს უკომენტარად ხო რაც ეხება ახლა კითხვას მაშინ როდესაც არის აი ესეთი იგივე შავი მთვარე. მეხუთე სახლში, რადგან იმ ადამიანს ესმის ასტროლოგია, ვინც ჩვენ მოგმართა, ცოტა სპეციფიკური ენით ვილაპარაკებთ, ან ლომში, ეს არის უბრალოდ ძალიან დიდი ცდუნება და ჯობია თუ ამ ცდუნებას არ ავყვებით. საერთოდ მეხუთე სახლი ეს არის ყველანაირი გართობა, მოგება, სიამონების მიღება, ეს არის რაც მიყვარს. როდესაც იქ დადებითი პლანეტებია, მაშინაც კი ვერ ურჩევ ხოლმე ადამიანს, რომ გინდა თუ არა, მოდი ან ლოტარეის ბილეთი იყიდე, ან კაზინოში, მაინც ვერ ურჩევ, იმიტომ რომ შეიძლება მე ისეთ ცდუნებაში ჩავაგდო, რომ ჩვენი ერთ დღეს ის თუნდაც იქ იუპიტერი იდგეს, ანუ წარმატების მომტანი პლანეტა შეიძლება უკუ ქმედება განახორციელოს. ახლა ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ერთი პატარა მონაკვეთი. მეგობარი მყავს მეხუთე სახლში, აქვს თუ კარგად მახსოვს ვენერა, თუ იუპიტერი არ მახსოვს და ვისაუბრეთ მანამდე რომ ნუ ხანდახან რაღაცას ვიგებო. და ნუ მოდი ჩაუსაფრთეთ ტრანზიტებს, ანუ დღეს რა ხდება და ჩაუსაფრთეთ და თუ თან ცოტა ფულის ის იყო პრობლემა და ჩაუსაფრთით და მოდი ახლა ოღონდ ეს შინაურულ იმაში საუბრებში ჩაუსაფრთეთ და აი ახლა ამ დღეს ნუ არ არსებობს ვარიანტი რომ რაღაცა არ ითამაშოს და მოვიდა ის დღე და მწერს ანუ არ მოვიგე და ნუ მიხარია ძალიან მოიგო და რამდენი მოიგე 10 ლარი მოვიგე ანუ ტრანზიტმა იმუშავა მაგრამ აი ასტროლოგიაშიც არის ესეთი რაღაცა შეიძლება ტრანზიტიც დადგეს ანუ მაყურებლისთვის უფრო გასაგებენაზე ვისაუბროთ დღევანდელი ცისკაბადონის მდგომარეობა შეიძლება ყველაფერმა ხელი შეგიწყოს მაგრამ თუ კარმულად არ გეკუთვნის და მორჩა. დადგება ტრანზიტი, აი სხვას იგივე ტრანზიტზე. თქვათ შეიძლება 10,000 მოეგო, ამასთან ნუ კაი ჩათვლა გაუკეთა სამყარო, მაგრამ რეალური სურათი არ შეიცვალა. ისე რომ მაინც ყველაფერი კარმის მიხედვით, სულიერი განვითარების მიხედვით გვეძლევა. მეორე კითხვა ჩასახვასთან დაკავშირებით, ხო? აქაც ცოტა ესეთი ჩემებური მიდგომა მაქვს. საერთოდ ნებისმიერ ოჯახში ბავშვი მოდის იმის შესაბამისად, რა კარმა აქვს საგვარეულოს. მე თუ არ მეკუთვნის, აი თქვათ მძიმე ბედის ბავშვი, ან ბავშვს თუ არ ეკუთვნის მძიმე ბედის ოჯახში მოხვედრა, არასოდეს დაიბადება იმ ოჯახში. ან თუ დაიბადა, პასუხისმგებლობას არ გაიზიარებს. საერთოდ ჩვენზე მუშაობს 7 თაობა დედის და მამის მხრიდან. ანუ ჩვენ მათი ცოდომადლის გამზიარებლები ვართ. გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა. და საერთოდ ნებისმიერი სული თვითონ ირჩევს დედას, მამას, საგვარეულოს, სადაც უნდა ჩაისახოს. ეს არათუ ყველაზე კარგია მისთვის. ეს არის მისთვის ყველაზე შესაბამისი. ანუ შეიძლება მე რაღაც სხვა ოჯახი მომწოდეს, მაგრამ არ შემესაბამება კარმის რაღაცნაირად შეცვლა. ხო არ დაელოდება მეშვიდე თაობის გამოსვლას ადამიანი რომ უნდა გამრავლდეს. არა, ხო და მაგას ვამბობ. ამიტომ მე
ვფიქრობ ესეთ რაღაცას, როდესაც სული მოსასვლელია, მაშინ უნდა მოვიდეს და არა ესე გრაფიკით. აი ახლა ცოტა ხნის წინ გითხარით ის გრაფიკში ჩავსვით, აი დაველოდეთ და რა არაფერი, ხო? ამიტომ მე არ მინდა რომ ადამიანი ზედმეტად ერეოდეს საერთოდ თავის იმაში, ბედში, კარმაში. გათვალისწინება კარგია, მაგრამ თუ სამყარო გაძლევს ამ შულს და იმ შულს აძლევს ესეთ მშობლებს, ესე იგი აქ არის აუცილებლად კარმული შესაბამისობა. ეს ორი ადამიანი, დედა, შვილი, თქვა იგივე ოჯახი და შვილი, ესე იგი საჭიროა ერთმანეთის ცხოვრებაში, რაღაცა მისიის შესასრულებლად, თქვა, ან რაღაცა აი თქვა გვარში ხდება არასწორი რამ. ამის გადასამუშავებლად, რომ გვარი ახალი ხარისხით წარდგეს. შემთხვევით, მოკლედ, არაფერი არ ხდება. უბრალოდ, როდესაც თქვა ამ ჩასახვას დააპირებთ ან რაღაცას და ისედაც ორსულობის დროს ყოველთვის თქვენ პატარას თხოვეთ, რომ დაიბადე მაშინ, როდესაც ყველაზე ჯანმრთელი, ყველაზე დღეგრძელი, ყველაზე ბედნიერი იქნები. და ისეთივე სული, სანამ თქვა ქალი დაორსულდება, სამყაროსთან ჯერ ეს თხოვნა ყოველთვის უნდა იყოს გაშვებული, რომ აი ესეთი ბედნიერი, იღბლიანი, ეს ჯანმრთელი შვილი მომეცი და მერე 9 თვის განმავლობაში სულ უნდა ელაპარაკოთ, როცა გინდა დედიკო, შენ დაიბადე, ოღონდ იყავი ბედნიერი, ჯანმრთელი და დღეგრძელი. როცა გინდა იყოს კი ბატონო. კეთილი ყავს არია. კაი სიტყვაა, ჩვენიერია. გამარჯობა გისმენთ. მაგ პირველი გადავაფიქრე ჩემი ღრმა პატივი თემა ბატონებისას მიმართ და ყოველთვის ქონდა სურვილი მასთან გასაუბრებით და უფრო კარგი იქნებოდა პირადად, მაგრამ დროის უქონლობის გამო. ეხლა ესეთი საკითხი მინდა დავსვა. ანუ სადღაც ჰოროსკოპის წიგნში ამოვიკითხე, რომ ვერძის და სასწორის ურთიერთობა ოჯახურ გულისხმობ 10 ბალიანი სისტემით რო შევაფასოთ არის 6. მაინტერესებს თქვენი აზრი. ანუ ეს ჩვენი ოჯახური წყვილი უკვე არის 8 და მგონი ეს სტერეოტიპი 10-მდე უნდა აიწიოს. იმიტომ რომ ძალიან იდეალური ურთიერთობა და რა შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში თქვათ ჩვენ კეთილდღეობაზე, დადებითზე, უარყოფითზე რა გველის ანუ? ქეთაბა? ხო, ნუ ეს აბსტრაქტული კითხვა ისე პასუხი მექნება და ბანალური 1000-ჯერ და 10000-ჯერ მოსმენელი ექნება. ალბათ ყველა ტელემაყურებელს ეს ყველაფერი მაინც დადის პირად რუქამდე. შეიძლება ეს ოპოზიციური წყვილია, მაგრამ ოპოზიცია არ ნიშნავს მაინც წინააღმდეგობას და ბრძოლას, ხო? ეს შესაძლებელია იყოს წყვილი, რომელიც ავსებს ერთმანეთს. საერთოდ ნებისმიერი ოპოზიციური წყვილი არის როგორი? იგივე ვერც, რაც აქვე ცნობიერში აქვს სასწორს და პირიქით. აი ეს არის სწორედ ხშირ შემთხვევაში ოპოზიციურ წყვილებს შორის აი დიდი თანხვედრის და ჰარმონიის წინაპირობა. რაც ეხება ახლა რაელის, ნამდვილად ვერ ესე ზედაპირულად ვერ ვიტყვი რაელის, ის კი არა რუქაც რო გავაკეთო და იქაც რომ გადავხედო ტრანზიტებს რაელის, არ ამგონია რომ რომელიმე ასტროლოგმა 100%-იანად თქვა ვიცი რა ეს იქნება და ამას წყალი არ გაუვა. არ იქნება ეს არასოდეს, იმიტომ რომ ეს არის პოტენცია. იგივე პლუს, იგივე მინუს უნდა ეგრეთ წოდებული განახდება, ხო? და იქსებ მივდივართ იქ. თუ შესაბამისი ხარ, შეიძლება ძალიან პატარა მცირე ტრანზიტმაც კი იმუშაოს. ანუ აი პატარა, მე არ მინდა ცოტა დავამძიმო ეთერი ამ ასტროლოგიურ ტერმინებით, მაგრამ რისი შესაბამისიც არის ადამიანი, ყოველთვის ის ხდება მის ცხოვრებაში. ოღონდ რისი შესაბამისიც არის მოცემულ მომენტში. იმიტომ რომ თუ ის არიზდება მასთან სხვა შედეგი დგება, თუ იზრდება, თქვა იგივე დამანგრეველი ასპექტების დროს და ცუდ სიტუაციის დროს, ვითომც არაფერი ძალიან, ესე ვთქვათ, მარტივად გადალახავს ეს ადამიანი ნებისმიერ წინააღმობას. ერთ სასწორებისთვის მაქვს პატარა ეს, თქვა, დამატება, რომ თქვენთან ახლა რა ქვია ეგრეთ წოდებული აღმაველი კვანძი იმყოფება, ანუ რაღაცა ახალი ეტაპი არის თქვენ ცხოვრებაში, ნუ ეწინააღმდეგებით. იმიტომ რომ საერთოდ როგორ რაღაცას ვარ დაკვირვებული, რომ თუ რაღაცა მისიით ხარ მოსული და ამ მისიას არ აკეთებ. მაინც გაკეთებინებს ცხოვრება. ოღონდ ეს ბევრად უფრო მტკინვეულია.
ანუ ბოლო იმისიას მაინც ოდესღაც გააკეთებ, მაგრამ აკეთებ მთელი ჭიდაობით, მთელი ტკივილის განცდით. ამიტომ ვთქვათ, აი ამ შემთხვევაში გამართლებულად მიმაჩნია თუ გაქვთ საშუალება გააკეთოთ, ვთქვათ, პირადი რუქა და ნახოთ რა მისია გაქვთ, რა გევალებათ. მართალი რო გითხრათ, აი ხა ჩვენც მანამდეც ქონდა საუბარი, არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ჭირდებათ პირადი რუქა. ნუ აი საერთოდ არ ჭირდებათ ასტროლოგის მომსახურება, იმიტომ რომ იმდენად კარგი ინტუიცია აქვთ. ძალიან ბევრს. ზუსტად იცის, რა გზას უნდა დაადგეს, რა თვისება სჭირდება, რომელ ადამიანს ენდოს, ვის გაყვეს ცოლად, ვისთან ერთად შექმნას ოჯახი, იმდენად იმდენად კარგადაა განვითარებული ინტუიცია და სულ ყველას ვეუბნები, ვინც ჩემთან მოდის, რომ აი პირველ რიგში მიეჩვიეთ ინტუიციასთან მუშაობას. ეს ინტუიცია ეს არ არის გრძნობა, ეს არ არის ფიქრი, აზრი, ხო, ეს არის შეგრძნება. აი დაუგდეთ ყური საკუთარ გულს, თუ რაღაცაზე კატეგორიულად ინტუიტიურად ოღონდ არ აგონებით, ინტუიტიურად გული არ მიგდეთ, ესე იგი ეს არ არის თქვენი გზა, ეს არ არის თქვენი ადამიანი და კიდე გოგონებს თხოვ რომ იგივე ბიჭებსაც საქმესთან მიმართებაში ცხა შეიძლება ზუსტად აბსოლუტურად ეს მით უფრო ეხებათ ის წყლის ნიშნებს ან ადამიანებს რომლებიც სენსიტიურობით გამოირჩევიან, მაგრამ თუ არ გამოირჩევით ჯობია რომ განავითაროთ ეს ინტუიტიური არხი, ხო? და აი გოგონებსაც, ბიჭებსაც საერთოდ ადამიანებს ვეუბნებით, ადამიანს რომ გაიცნობთ, პირველი 15-10 წამი დაიმახსოვრეთ. აი ამ დროს ხდება სწორედ მეორე ადამიანის აურიდან ინფორმაციის აღება. ანუ ინტუიტიურად შენ უკვე არ იცნობ, მაგრამ იცი შენი ადამიანი თუ არ არის შენი. მე არის ერთობა უკვე გონება რომ მე რა კარგი თვალები აქვს, როგორ განათლებული ყოფილა, მე უკვე გავიწყდება ეს შეგნება, მაგრამ აი პირველი შეხვედრა ამ აურების ესე ვთქვათ, ხო? უტყუარია და აი დაიმახსოვრეთ ხოლმე ეს და ამის გათვალისწინებით შეგიძლიათ მე უკვე უფრო მარტივად გაიაროთ ცხოვრებაში ნებისმიერ ურთიერთობაში. ძალიან კარგი რჩევა იყო, დიდი მადლობა და კვლავ სარი მაყურებელი აქტიურობს. გამარჯობა. ისმენთ. გამარჯობათ. ბრძანეთ კეთმობათ პირდაპირ ეთერი. თუ ხაზზე ხართ. არის გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობათ. აი ასეთი შეკითხვა მაქვს. ზოდიაქოსი მე ვარ ქალწული. ჩემი მეუღლე არის 20 იანვარს დაბადებული. შვილი გაგვიჩნდა 77 წლის 18 ივნისს. ზოდიაქოსი არის კუპები. ის ორჯერ მოკლა ავარიაში, ორივეჯერ გიორგობა წეს. ორივეჯერ გიორგობა. ამჟამად არის ლოგინ მიჭაჭვული. აკვატელი გახდა გუში. ეს ინატრების კარმა იყო დადიანებული თუ რატომ მოხდა და რა ელოდება მას. ხაზზე დარჩით, შეიძლება შეკითხვა აქვს კუპები? უკაცრავად. კუპებია, ზოდიაქოსი ეს როდის მოხდა? 8 წელი. ეს უკვე მოხდა 2007. 8 წელია უკვე. კარმწლები ესე 26-28, 36-38 წლის ასაკში ხო არ იყო ან 16-18 შუალედში? თუ ხაზზე ხართ ხალბატონო. ანუ თვითონ ბავშვი რამდენი წლის იყო მაშინ, როცა ეს მოხდა? ითქვა ეს. კარგით, არ გვინდა პასუხი ეს ეხა გადავალ ესეთ რაღაცაზე. საერთოდ როგორი რაღაცაა? როდესაც ჩვენ არასწორად ვითარდებით, არასწორად მივდივართ, ხო? სამყაროს არ აქვს სხვა ბერკეტი, ანუ დეპეშას ვერავინ ვერ მოგწერს, რა ვთქვათ, ქეთი არასწორად მიდიხარ და ეს გააკეთე და ამას არასწორად აკეთებ. სამყარო გველაპარაკება თავის ენაზე. ადამიანი თუ არასწორად ვითარდება, რაღაცას არ აკეთებს, რისთვისაც დაიბადა. თუ ვერ ხდება რისთვის დაიბადა. არა, ეხლა აი ზუსტად იქ მივდივართ. არ იზრდება ადამიანი ესა სამყარო გველაპარაკება, აი თავის ენაზე, ანუ რაღაცა ხდება რაღაცა უსიამოვნებები, თუ ადამიანი ვერ გებულობს, არ გებულობს, ეს უსიამოვნებები უფრო იზრდება. თუ ეს კიდევ არ ხდება, მაშინ უფრო ძლიერი რაღაცა ბერკეტები აქვს სამყაროს. მე რა ხდება ავარიები, ნუ ჩვენგან შორს ზოგი ისე სნეულდება, რომ ლოგინად ვარდება, ზოგი ციხეში ხდება და ეს რა ხდება. ანუ რას აკეთებს სამყარო? როდესაც კარგად ვართ
არავის არ ახსოვს, არც სამყარო, არც ღმერთი, არაფერი. აი რა მომენტში გავიხსენო, აი ესე ვარ. როდესაც პრობლემა დგება, ანუ სულ ჭირს, ხდება ადამიანი რაღაცა იქ არ არის, სადაც უნდა. მაშინ არის რომ ვიხედებით ზემოთ და იწყება. ღმერთო მაპატიე, იმას დებილო რო უთხარი, ღმერთო მაპატიე რო იქ შევცოდე, ღმერთო. აი ანუ მაშინ ახსენდება სული. სამყარო რას აკეთებს? მით უმეტეს კარმულ წლებში, ბევრისთვის ეს 26, 28, 36, 38 და ითქვა 16, 18 ნახევრის შუალედები. ეს არის კარმული წლები, ანუ ახალ ეტაპზე გადატანა, ესაა გადასვლის წლები. და სამყარო გვამოწმებს წინა 9 წელიწადს რა გავაკეთეთ. თუ არასწორი რაღაცა მივიტანეთ, ანუ არ განვითარდით სწორედ ამ 2 წლიან მონაკვეთებში ხდება ყველაზე დიდი ყურის აწევა. ძალიან ბევრი ადამიანი შვიდად გადის, მაგრამ ბევრისთვის ეს არის გრევის კატასტროფის წლები. ოღონდ ინგრევა და მიდის მხოლოდ ის, რაც სულს აღარ სჭირდება განვითარებისთვის. ანუ ზედმეტი ჩამოაშორეთ ამ ნანგრევებზე, ადამიანი აშენებს ახალ ფუნდამენტს და განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ეხლა რა ხდება, როდესაც სამყაროს მეტი გამოსავალი არ აქვს, ახვედრებს ადამიანს ან ავარიაში, ან ლოგინად, ან ციხეში, რატო? იზოლაციაში ადამიანი. გაბატონოთ, ერთი და იგივე ახსენა, ხო? ორჯერ და ორჯერვე გიორგობას. ხო. აი, ეს რუქის გარეშე ვერანაირად. ეს მაინც გიორგობასთან არ არის. არა. და ეხლა ამას დავამთავრებ, მე გადავიდეთ, იმიტომ რომ ეს მაინც მნიშვნელოვანია ბევრისთვის. ანუ, როდესაც ადამიანს აი ესე იზოლაციაში ამყოფებს სამყარო, ეს რისთვის ხდება? ადამიანს მოქმედების თავისუფლება აქვს შეზღუდული, მას სხვა გამოსავალი არ აქვს იჯდეს და იქექოს საკუთარ თავში. გაიხსენოს წარსულიც, მომავალიც, ანუ ხარისხობრივად სხვა აქცენტები გააკეთოს, რაღაცები მოინანიოს, თქვა თავის თავში აქვს მოსანანიებელი შეცდომები გამოასწოროს. და სწორედ აი ამის შედეგად ძალიან ხშირად ძიმე ჩავარდნილი ადამიანი თუ ადამიანი აი ამ პროცედურას სწორედ გადის, ხო? უცებ გაიგებ, რომ ჩავარდნილი ფეხზე დადგა, ან ვიღაცა ციხეში იყო და უცებ ამნისტია შეეხო და გამოვიდა. მაგრამ ძალიან ხშირად ხვდებით ესეთ რაღაცას, რომ ერთი დაავადება გამოჯამთელდა და მეორემ დაიწყო და ის ვიღაცა ვინც გამოვიდა, ერთ კვირაში უკან შებრუნდა. ანუ ის მომენტი, ის დრო, რაც სამყარომ ადამიანს მისცა გაზრდისთვის, სულიერი გაწმენდისთვის, იმან გამოიყენა უბრალოდ, თქვა იგივე ციხის ვარიანტში, ნარდის თამაშში და ეს თქვა ჩაწოლილი ადამიანი იდგა და ყველას ადანაშაულებდა თავის თქვა ცუდად ყოფნაში. იმის ნაცვლად რომ მოეხდინა კათარსისი და ტრანსფორმაცია. ამიტომაც სამყარო არ გეყოთ ეს დრო, ხო? უკან გაბრუნებს და დამატებით დროს გაძლევს. საერთოდაც ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ეს ჩვენ აღვიქვავ და მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არ გვიждები ნამდვილად პრობლემებზე, მაგრამ ნებისმიერი პრობლემა დგება რისთვის? ეს არის პრინციპში სამყაროდან ადამიანისთვის მოცემული შანსი. შანსი იმის, რომ აი ამ პრობლემის გადალახვით, ხო? ადამიანი იღებს იმ გამოცდილებას, ადის იმ ეტაპზე, რომელიც მომავლისთვის სჭირდება, მაგრამ მე თუ დღეს აქ არ ვიცი ამ პრობლემას როგორ მოვერიო, ის თვისებებით უმჭირდება, რაც სამომავლოდ ჩემს ცხოვრებაში აუცილებელი გამოსაყენებელი, მე გავდივარ ერთგვარ ტრენინგს. თუ ნებისმიერი პრობლემის დროს ადამიანი სვავს მთავარ კითხვას, რას სწავლობ მე ამ სიტუაციით, რისთვის მომეცა, ნებისმიერი პრობლემიდან პლუსით ამოდის, იმიტომ რომ გამუდმებული ზრდის პროცესი მიმდინარეობს მასში. და კიდევ, აი, როგორი მომენტია, თითქოს და ჩვენ რო აქ მოვდივართ ამ სამყაროში, თითქოს და სამყაროს ამდებთ ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებას, რომ ახლა მე წავედი, უნდა ვისწავლო, განვითარების ახალ ეტაპზე უნდა ავიდე, შეგი სამყარო უნდა მასწავლე, მოდიხარ. აი, ყველა ადგილი, სადაც ადამიანი ეცემა, აი თქვა ჩავარდო ორმოში, ყველა თქვენ ორმოს, რაც ცხოვრებაში გქონიათ, რაც გექნებათ, ქვია, არ მქონდა გამოცდილება. და თუ არ გაქვს გამოცდილება და ამ სახის გამოცდილება გჭირდება, მთელი სამყარო ადამიანების დახმარებით ჩქარჩქარა თხრის თქვენთვის ორმოს. რაფათქებს ესე არ იგები და ჩქარჩქარა. ანუ ჩვენ ხო ერთმანეთს ვეხმარებთ ამ კარმის გადათამაშებაში, ხო? სხვადასხვა არ გამოდის. და თუ ამ ორმოში ჩავარდნილი ადამიანი პირველი, რასაც კითხულობთ,
რასაც კითხულობს, არა ისა რატომ ღმერთო, არამედ რისთვის. რას ვსწავლობ მე ამ სიტუაციით? ძალიან სწორი აქცენტები გააკეთეთ. ხო, აი რას ვსწავლობ? რა უნდა ვისწავლო? რა თვისება მაკლია? რა თვისების შეძენა მჭირდება? რა იყო ის 5 ნაბიჯია თუ 10, რამაც ეს 40 გამოიწვია და აუცილებლად გააკეთეთ ანალიზი. თქვენს ცხოვრებაში რამდენად ტიპიური ორმოები გქონდათ? რა იყო ამ ორმოებს შორის საერთო? ეს შეიძლება თემა, შეიძლება თვისება, შეიძლება ხასიათის რაღაცა შტრიხი, რაც ხელს გიშლით ან პირიქით. ხო, აუცილებლად აი ამ ანალიზი გააკეთეთ და გამოყავით. აი თქვა სასიყვარულო სფერო ერთი და იგივე, ნუ ხშირად ყოფილა რომ მოდიან რომ იცი რა ერთი და იგივე ხდება ჩემს ხომ რატო და ყოველთვის ეუბნები ის როგორ დამთავრდა, ეს როგორ დამთავრდა ის წინა ურთიერთობები და გამოყავი. რა იყო საერთო თემა, რა იყო საერთო თვისება. ესე იგი, იმას არ სწავლობ ცოცხალი თავი და სანამ არ ისწავლი, აი ესე გატრენინგებს სამყარო. დაიდება შედეგი, მომავალში იგივე დასაცემი არ გექნება, გექნება სხვა. და ის სხვაც, ესე იგი, თუ წყვილპირს იმიტომ ჩვენ ხო თეორიულად ვერ სწავლობ თუ წყვილპირი არ იმიტომ რომ ტყუილია ეს ამბავი რომ ვიღაცამ სხვის შეცდომაზე ისწავლა. და თუ ის სხვა დასაცემი მოხდა შენ ცხოვრებაში, ესე იგი, ეხლა უკვე ამის ჯერი მოვიდა. ესე იგი, აქ უნდა ავიღოთ გამოცდილება. ავიღოთ ბატონო, ავთქვით და კიდე წინ წავიდეთ. აი, ორმოს შედეგი და იდო შედეგი. კი ბატონო. გვაქვს მაყურებელი აქტიურობს და ამიტომ დავუთმოთ მათ რომ გამარჯობა. გამარჯობა. შეკითხვა მინდოდა თქვენთან დამესწროთ. ბავშვი დაბადებული არის 1996 წლის 12 მაისს. და დიდი ბოდიში და ხოლმე მასწავლით რა სპეციალობით ჯობია მისი წასვლა. ან საერთოდ აქვს თუ არა საზღვარგარეთ ბედი. სექტამარიკო დიდი ბოდიში. ამ კითხვას მე გიპასუხებთ უკვე, იმიტომ რომ არ დავღლი დავასვენებ ჩვენ სტუმარს. პირადი ჰოროსკოპის შედგენის გარეშე ამას არც ერთი ასტროლოგი პროფესიონალი არ გეტყვით, იმიტომ რომ ფაქტიურად მოგატყუებთ ვინმე თუ პირდაპირ მიგანიშნებთ აი ესეთი ზედაპირული ინფორმაციით, იმიტომ რომ უნდა გაკეთდეს თქვენი შვილის პირადი რუქა, სადაც ხელის გულზე აქვს უკვე ასტროლოგს ის ინფორმაცია, რასაც შემდეგ მოგაწვდით თქვენ, ამიტომ აუცილებლად დაუკავშირდით იმ ტელეფონის ნომერზე ან მისამართზე ბატონ მიხეილს ან ქალბატონგენდის, სადაც სწორედ აი ამ კუთხით მოგემსახურებენ, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება და რიტუალებსაც კი ატარებენ. ასტროლოგები სანამ პირად ჰოროსკოპს ადგენენ, იმიტომ რომ ეს ძალიან ადვილი არის. რიტუალებს იმედი არ შევაშინებ. ეს ელემენტარული ლოცვა ხო, ეს იციან ჩვენ მომაყურებლები ბატონო. მოკლე ინფორმაციას ეკეთ შესახებ თხისკა ზოდიაქოს ნიშანია. ამიტომ თხისკას აქვს სიღრმისეული წვდომა და ყოველთვის ეძებს სიღრმეებს, მინდა გითხრათ, ყველაფერში ჭეშმარიტებას. ამასთან ზეგავლენა აქვს ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის მესამე სახლის, ამიტომ ეს არის ძალიან მაღალი ანალიზური ტვინი გონება მახვილობა, იმიტომ რომ დაუშვათ აი თქვენ შეამჩნევდით ახლა ხო, მისი მსჯელობა არის წმინდა ესეთი ანალიზური, ეს თხისკას ნაკლებად ახასეთ თხისკას საერთოდ სუდად ლაპარაკობს და ცოტას ლაპარაკობს, შეიძლება ბევრი იცის, მაგრამ გამოთქვა ნაკლებად და ანალიტიკური ხედვა კიდე სხვანაირია. აქ არის ტყუპების სინთეზი, თხისკას სიღრმისეულ მიწიერ პრაგმატიზმი, ანუ მოდი თქვათ ასე, თხისკისა შეერთებულია ძალიან ისეთ ანალიზურ გონებასთან ტყუპებისა და კიდე ამას ემართება კიდე ერთ სერიოზული ასცენდენტი გარეგნობის ნიშანი, რომელიც შიდა ფსიქოტიპზე ძალიან ზეგავლენას ახდენს, მორიელია. მოგეხსენებათ, მორიელი აძლევს სწორედ ინტუიციას, წინადღრძნობის ელემენტებს, საოცარ ხედვას და ინტერესს ოკულტურ ეზოთერული საკითხებისადმი და ამიტომ აი ეს კომბინაცია თვისებების აძლევს მას საშუალებას, რომ არა მარტო დაუშვათ ტყუპების ენაზე გელაპარაკო და ამით აკმაყოფილოს ჰაერის და ცეცხლის ნიშნები, არამედ მიწის სტიქიის ნიშნებსაც აკმაყოფილებს თავისი პრაგმატიზმით და ხოშო სენსიტიურ ნიშნებს, ანუ წყლის სტიქიებს თავის ენაზე გაესაუბრება მისი შიდა ინტუიტიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ყავს მაყურებელი. ყავს მაყურებელი, მაგრამ ისეთი შეფასება იყო, რომ ერთგვარად მოწმომინდა მის ადგილზე ყოფნა. რატო? არ არის, უკვე ეს არის დანაშაული, არა. შენ გაქვს ჩემო კარგო, შენი მოცემული, შენი მთელი ეშხით, რაც ქეთის არა აქვს და არც მე არა მაქვს.
კეთის აქ ის რაც არავის სხვას არ აქვს. ეს ყველა ინდივიდუალურია და ამ ინდივიდუალურობის გახსნა მთავარი ადამიანის კოსმიური მისია საკუთარ თავში. გეთახვებით. მე ვარ ბედნიერი, ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანის გვერდით მიწევს ყოფნა, წლები და იმედია რომ ჩემს მისიას ბოლომდე კარგად შევასრულებ. იმედია. როგორ შეასრულებს თავის მისიას და რა ინტერესებს მაყურებელს გავიგოთ? კი ბატონო, კი ბატონო. მისგან სწორედ გველოდება. გისმენთ, ეთერში ხართ. ჰალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. ბატონო მიხეილ, მე მახსოვს თქვენ ადრე ბრძანეთ, რომ კონსულთან გასასვლელად ყველაზე კარგი პერიოდი არისო 16 ივლისიდან 16 სექტემბრამდეო და ზუსტად ვერ გავიგოთ 16 ივლისიდან თუ ივნისიდან, აი ეს ვერ გავიგე. რისთვის ვერ გავიგე, რისთვისაა კარგი პერიოდი? კონსულთან გასასვლელადო, კონსულთან. კონსულთან აი კეთებს კითხოთ ახლა. რა კონსულთან? ეს ერთი და თუ შეიძლება მეორე შეკითხვამა კიდე. როდესაც შავი მთვარე, ესე იგი არის თევზებშიო, მახსოვს რომ ესეთი იყო, რომ ესე იგი თითქოს შავი მაგით არის ამ დროს შავი მთვარე, შავი მთვარე, ხო? თევზებში როცა არის შავი მაგით არისო და დაკავებული იყო წინაცხოვრებაშიო და ასეთ შემთხვევაში გამოლოცვები არისო საჭიროა და თუ თქვათ ოჯახის წევრი ასეთ არის თქვათ ეკლესიური, მაინც არის საჭირო გამოლოცვა. კეთი იტყვის მეორე კითხვაზე პასუხს, იქამდე ესე მე გავცემ პირველ კითხვაზე პასუხს. 16 ივლისიდან 19 სექტემბრამდე იყო ამაზე საუბარი. სატურნი დატოვებს უცხოეთის ზოდიაქოს ნიშანს, ანუ ამ შემთხვევაში მშვილდოსანს გადავა მორიელში. ეს არის საუკეთესო პერიოდი, გინდათ საკონსულოებთან, საელჩოებთან, უცხოეთთან კონტაქტებისთვის მოასწარეთ, იმიტომ რომ 19 სექტემბრიდან იგი დაბრუნდება ისევ მშვილდოსანში დიდი ხნით. დაახლოებით წელიწად ნახევრით და მე გაცილებით უფრო ჩაკეტავს და გაართულებს ყველა სახის კომუნიკაციას უცხოელებთან. ეს პირველი კითხვა და პასუხი. ახლა მეორე კითხვა იყო შავი მთვარე თევზების ზოდიაქოში. ხო, საერთოდ ამ ლილთან მაქვს ესეთი დამოკიდებულება. ჯერ ეს ერთი. ლილს აქვს გამოვლენის სამი სფერო. ერთი არის ინერციით იგივეს ვაკეთებ, რასაც ვაკეთებდი წინა ინკარნაციაში. მეორე ჩემთან მოდის ბუმერანგი და მესამე გადავლახე ბუმერანგი, ან უბრალოდ სუსტია. მაინც უნდა გამოვიდეთ ინდივიდუალური რუქიდან და თქვენი შვილის ესე ვთქვათ მდგომარეობიდან. თუ თქვენ ამჩნევთ და თუ თქვენ ამბობთ რომ თევზებში აქვს ლილიტი და იცით ამის დახასიათება, თუ ეს ვლინდება, მაშინ რასაკვირველია, აი გამოლოცვებიც არის, მაგრამ გამოლოცვებზე უფრო მნიშვნელოვანი არის თვითონ ადამიანმა გააკეთოს იმის ანალიზი, თვითონ მე მირჩევნია ვიდრე ვიღაცასთან მიხვიდე და იქ ვიღაცამ ესე გამოგილოცოს, თვითონ ადამიანი შეებრძოლოს ამ ყველაფერს. ანუ არ ვეკარები იმ სფეროს, სადაც ეს ლილიტი ძლიერია, ხო? უწევ ჩემს გრძნობებს, სენსიტიურობას, იმას კონტროლს, არ ვარ კეთილი, მაგრამ არ ვარ ბრიყვი. ესეც თევზების თემაა, იმიტომ რომ მათთან ეს სიკეთე იმდენად ზღვარგადასულია, რომ სიბრყვეში გადადის და ნებისმიერი სიკეთე, რომელიც ზედმეტია, რომელიც ზღვარს გადადის, არის უკვე სიბრიყვე. სიკეთის გამო არ ისჯებიან ადამიანები. ადამიანები ისჯებიან სიბრიყვის გამო და სანამ იგივე თუ ეს მომენტი არის თქვენი შვილის ცხოვრებაში, ადამიანი არ ისწავლეს ამ ზღვარის ჩადებას სიკეთესა და სიბრიყვეს შორის. ყოველთვის ექნება პრობლემები. ანუ ხშირია, ვისაც ჩაოცვი მან გამხადა და რატო? ძალიან დიდი მადლობა ამ ფრაზებისთვის პირადად მე. ასეა. კიდევ ეს ლილიტი ლილიტი ამ შავი მთვარე, გამოვლენისთვის ამბობ იგივეა. ხო, ეს ლილიტი კიდე არის როგორი რამ. ესეთ ადამიანებს ხშირად აწუხებს, თქვა სიზმრები, კოშმარები. რაღაც ცუდი განწყობა აქვთ. მე ყოველას ვურჩევ, გამოლოცვა არის თუ რაღაცა ჯობია იგივე 90 ფსალმუნი, 50 ფსალმუნი, 26 ფსალმუნი, თუ ძალიან გაჭირდა, თქვა იგივე კვიპრიანის დაუჯდომელი, ხო? შენთვის იკითხო, შენ აანალიზებდე, რომ აი ეს ვთქვათ ამ სფეროში აღარ უნდა დააშაო არაფერი და შენ თვითონ მოახდინო შენი ვთქვათ იგივე კარმის კორექტირება. ისიც თუ გაწუხებს. მე ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ხოლმე ჩემთან, სადაც არის ეს ლილიტი, მაგრამ საერთოდ არ ავლენს თავს. არის, ესე იგი გადამუშავებულია. არ აწუხებს ადამიანს და თუ არ აწუხებს,
დაანებით მაშინ თავი. აი თუ გაწუხებს, მაშინ უკვე იქ მღვდელიც საჭიროა, იქ საკუთარ თავზე მუშაობაც საჭიროა და აუცილებელია აი ეს იმ კორექტირებების შეტანა, რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ. ანუ არ არის საჭირო სიბრიყვე. კარგია სიკეთე და ქველმოქმედება. ოღონდ ყველაფერს სჭირდება თავისი ზომა და წონა. მაშინ პრობლემაც არ იქნება. ხო, თქვა ახსენა მაყურებელმა, რომ ოჯახის წევრია შეიძლება იყოს რელიგიური, ძალიან ბევრს ლოცულობდეს, მაგრამ მაინც ეთყობა კითხვის ნიშანი, რადგან გაჩნდა, ეს არ მოქმედებს. ეხლა ეს ისეთი თემაა, ლელა, ძალიან დიდი თემაა. ეხლა კეთი მოკლედ პასუხობს რა დროის მიხედვით, მაგრამ თემა არის უზარმაზარი. და აი ზუსტად რომ ლოცულობს და რომ არის ეკლესიური შეიძლება ამით ხდებოდა ეს ამ ლილიტის გადამუშავება. ანუ ადრე თუ ამ სფეროში რაღაცა პრობლემები დააგროვა, სწორედ ახლა ცდილობს იმ შავის გადათეთრებას. ერთი შეკითხვა შეიძლება ესეთი ადამიანი ეკლესიაში შევიდეს, გაითიშოს. კი, არის ესეთები. აი ეს საკითხი თემაა. შევიდეს ეკლესიაში, სანთელი დაანთოს და ვერ გაჩერდეს გიჟივით გამოვარდეს უკვე. ეს იცით, ხო. აი რისი ბრალი ეს იმის ბრალი არის შეკითხვა კი, კი ბატონო. ესეთებიც არის. მე სწორედ იმიტომ ვთქვი, გააჩნია ადამიანის ცხოვრებაში რამდენად გამოვლენილია ეს ლილიტი, რომელ საფეხურზე არის, ხო? ამ დროს არის ეს მომენტიც, რომ შეიძლება შევიდეს ეკლესიაში და დაბინძურდეს და ესეთ ადამიანებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ყოველთვის იარეთ ისეთ ეკლესიაში, სადაც ძლიერი ენერგეტიკა და ძლიერი მოძღვარია. ანუ ის წირვებს ატარებს და სუფთავდება ის ენერგეტიკა. არ იაროთ ხალხმრავლობის დროს. იმიტომ ეკლესია საბოლოო ჯამში არის რა? მიდიხარ ადამიანი შეს ნეგატივს უარყოფით სტოვებ, თავისუფლდები. და როდესაც ლილიტი დგას თქვა ესეთ მდგომარეობაში, აი იმ სხვისი გათავისუფლებული ენერგიის ამის შეგილია აწეპება და წამოღება, იმიტომ რომ ჯერ ესეთი დაცვა არ აქვს სწორედ იმ ადგილას და მეორე სუსტი აურა გაქვს. და ამიტომ ჯობია რომ ძლიერ ეკლესიაში იაროთ, ძლიერ მოძღვართან და ხალხმრავლობა როცა არ იქნება მაშინ. ეთერი ყოლა მაყურებელს დავუთმოთ და შემდეგ ეს თან ცნობილი ფრაზა, რომელსაც საზოგადოება ხშირად იყენებს, მაინტერესებს ასტროლოგები როგორ პასუხობთ ამაზე. გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობა. ისმენ. შეიძლება თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს. 19 თებერვალი მერწყულია თუ თევზები, ვერაფრით ვერ გავიგეთ. ეს ერთი და თუ შეიძლება კიდე მეორე შეკითხვა 19 თებერვალი 1961 წელი და 22 მარტი 1983 წელი. აი ერთმანეთთან ურთიერთობა როგორ შეიძლება მაგათი? მადლობთ. წელს გააჩნია. წელს გააჩნია. ხო, საათს, რასაკვირველია. მე ახლა აქ არ მაქვს პროგრამა რომ ხო, ну რასაკვირველია, რასაკვირველია, შეიძლება ის 0 გრადუსი იყოს, მაგრამ უკვე აღარ იყოს მერწყული. მე გირჩევთ. მე საზღვრე. მსგავსი შეკითხვით, როცა მოგმართავთ, მე როგორც უკვე გამოცდილი ამ თემის წამყვანი, გირჩევთ, რომ აუცილებლად პირადი ჰოროსკოპი შეადგინეთ, დამერწმუნეთ თქვენი ცხოვრება რადიკალურად სიკეთისკენ შეიცვლება და ძალიან გთხოვთ იქნებ ტელეფონის ნომერი შევახსენოთ, ბატონო მიხეილ, თქვენი საკონტაქტო ოფისის, სადაც ადამიანები დარეკა. არა, ჩემი არ მინდა. თქვათ და თქვენიც, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი 18, 52, 47 კი ბატონო. და ფრაზა. კი ბატონო. და ისეთი მომენტები, როცა ადამიანი რაღაც დაბრკოლების წინაშე დადგება, რაღაცა პრობლემა, ასე ვთქვათ, მას აატკიებს თავს, უხეშად რომ ვთქვათ, რაღაცა ცუდი მოუვა და ამბობს, არაუშავს, ხო შეიძლება უარესი მომხდარი იყო და ეტყობა სამყარომ ამ უარეს ამარიდა და ეს იყო ნიშანი. აი ამ მოვლენის შესახებ თქვენ ასტროლოგები რას გვეტყვით? გაჩნია ეს როგორ ვიმშვიდებთ ხო, მაგას ვამბობ. თუ ეს არის რაღაც მარკეტინგი. გაჩნია ამას როგორ ვამბობთ, ნიშნის მოგებით თუ ვამბობთ, ან როგორ ანალიზს თუ არ ვატარებთ და ისე ვიმშვიდებთ თავს, ეს არის არასწორი. მე ცოტა ხნის წინ საუბრობდი, რაც არ უნდა მოხდეს, იქ თუ შედეგი არ დაიდო და ანალიზი თუ არ ჩატარდა, ხო, ის იგივე მოხდება სადღაც ერთ კვირაში, ერთ თვეში არ აქვს მნიშვნელობა.
შენ თუ აცნობიერებ, რას გადარჩი და სასწრაფო წესით იწყებ იმის კორექტირებას, როგორ აღარ მოხდა იგივე სიტუაციაში, რასაკვირველია, მაგრამ უფ რა კაია რომ გადავჩი და მე ჩემში არაფერს არ შევცვლი, რომ მომავალში თავიდან ავირიდო ეს სიტუაცია. ეს არის სწორედ არასწორი და არ მგონია რომ ეს საერთოდ ვინმე სადგებოდეს, იმიტომ რომ თუ ადამიანს რაღაცა გამოცდილება აქვს ასაღები, ის ამას მაინც აიღებს ადრე თუ გვიან და ჯობია რომ რაღაცა აი პატარა მინიშნება მოგცა სამყარომ, ამ მინიშნებაზე იმუშაო, ამ მინიშნების გათვალისწინება შეძლო და სამომავლოდ გამოიყენო ეს გამოცდილება, რაც უკვე მიიღე. ახლა იცი რა, აქ ყოველთვის რთულია თქმა, იმიტომ რომ აი ეს დროს მეუბნებიან. აცო აი გადარჩი ხო დაუშვათ ავარიას ან რაღაცას ამ დაგვარს და ახლა ამას რომ ეუბნები მე დაუშვათ ამ ფრაზეოლოგიას, მიპასუხობს რომ კი, მაგრამ აი როგორ გავიგო მე რას არ ვაკეთებ სწორად. აი ეს მომენტია. მე ვეუბნები უნივერსალური მეთოდი ამ დროს არის რა, უნივერსალური. ახლა დაუშვათ იქ რუქის შედგენის საშუალება არ არის, ხო? უნივერსალური. ჩაიხედე საკუთარ თავში. შენზე უკეთ არავინ არ იცის შენი უარყოფითი ხასიათის ტრიკები, თვისებები, რითიც შენ ყვებავ უარყოფით ძალებს, აძლიერებ მათ და იმ ძალამ ჩაგაგდო შენ ტრავმულ ავარიულ სიტუაციაში ზუსტად რატო? იმ ძალას უნდა რომ ტრავმის ავარიის შემდგომ, შიშის სინდრომის შემდგომ, შენ გამოაფრქვიო კოსმოსში ის დიდი უარყოფითი ენერგია, რომელიც არის უარყოფითი ძალის საკვები. შენ მას ამით ყვებავ და მის სამსახურში ვარდები. ამიტომ ეს რომ არ მისცემ ის საშუალება განხორციელებისა, ჩაიხედეთ საკუთარ თავში, შემოგარგებო ყველაზე კარგად თქვენიცით, რა გაქვთ ცუდი. სიჯუტეა, ბოღმა, წყენა, შურია, სულსტრაფობა, უხაირათობა, უამრავი ნეგატიური ელემენტია. დაიწყეთ მუშაობა ამის აღმოფხვრაზე, თვითკონტროლზე, თორემ მინიშნება ყველა ვარიანტში გვაძლევს ამის საფუძველს, რომ ჩვენ დავიწყოთ გაორმაგებული თვითკონტროლი საკუთარი უარყოფითი თვისებებისა. მაშინ ამით იწყებთ კორექციას, ბედიღმლისა, კორექცია გაძლევს საშუალებას მფარველი ანგელოზის გაძლიერებისა და უფრო მეტი დაცვისა ამდაგვარი შემთხვევების დროს. მადლობთ. და კვლავ მაყურებელია, მისი მორიგი შეკითხვა მოვისმინეთ, გამარჯობა. გამარჯობათ. ასეთი შეკითხვა მინდა გაგვიჩვენოთ. 125 წლის გოგონა ეხლა ხდება 26 წლის აგვისტოში. ბავშვი დაიბადა ცერებრალური დამბლით და მე მაქვს ესეთი შეკითხვა, ვინ ისჯება, მე თუ ის ჩემი გოგონა და რაშია გამოსავალი? მადლობთ. ეს იმ კითხვათაგანია, რომელიც საერთოდ ამ სიამოვნებს არ მიყვარს. ახლა არავის არ სიამოვნებს. ხო, საინტერესო არის, მაგრამ ფაქტია, ცხოვრება არის. რასაკვირველია, ორივე. მე თავიდან ვახსენე, რომ არ არსებობს სიტუაცია, რომ ის სული, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით, თქვენს ოჯახში დაიბადოს. აქ შესაძლებელია იყოს წინაკარმული დავალიანება. შესაძლებელია თქვა წინაკარმულად მაპატიეთ, მაგრამ იგივე თქვენს მიერ იყო რაღაცა გადაცდომა, რაღაცა დანაშაული. რომელისგან ახლა არ გახსოვს. ხო, ну რასაკვირველი არის, ხოთეშვილი ძალიან იშვიათად ვიღაცები არიან, ვისაც ახსოვს წინა ინკარნაცია, ან სიზმარში ხედავენ, ან ეცხადათ, ძალიან იშვიათად. მაგრამ მეტწილად რასაკვირველი არ გვახსოვს. შესაძლებელია თქვენ იყავით ან ცუდი დედა, ან ცუდი მამა, უბრალოდ ეს ისეთი თემა, რომელიც აი ესეთა, ხო, წინა ცხოვრებაში, ხო? წინა ინკარნაციებში თქვა და ესე ვთქვა. და საწავა ეს ყველაფერი. თუ ეს გაკეთებულია, თუ ეს გაშვებულია სამყაროში, სამყარო ეს ინკარნაცია არის წინა ინკარნაციის ბუმერანგი, მეტი არაფერი. აი ბოდის ვიხდი კეთისთან, დღესაც ხო იცით თქვენ რომ არიან მშობლები, რომლებიც მაგალითად საზიზღრად ექცევიან საკუთარ შვილებს, ხო? ცემენ, ზოგი აუპატიურებს, 1000 მამაძაღლობაზე გადადიან. არა, მოდით სიტუაცია კარგად განსაზღვროთ. აი ახლა მოდით ერთ წუთი წარმოედგინოთ, ეს ადამიანი ხო გარდაიცვლება. მოხდება შემდეგ ინკარნაცია, დაუშვათ 200 წლის შემდეგ. მას ის დაიბადება ამ ქვეყნად და არაფერი აღარ ახსოვს. რა გაკეთებული წინა ცხოვრებაში, მაგრამ ეს კოსმიური კოდი ჩაწერილია. და მან უნდა აღმოფრას ის, რაც გააკეთა, ის უარყოფითი, რაც ჩადო რით, ტკივილი შეიძლება მოვიდეს აი ესეთი საშინელებით, როგორც დაუშვათ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ მშობელსაც ტკივა ყველაზე მეტად მე მგონი ვიდრე თვითონ შვილს, და აქედან გამომდინარე ეს გარკვეული გამოსყიდვის პროგრამაა ძალიან მძიმე
მაგრამ არის. რომელიც უნდა გამოვისყიდოთ სიყვარული. აუცილებლად, ესე იგი, ახლა სწორედ ესე დროს, აი ვთქვათ, ყველა მშობელმა ისედაც მარტო ესეთ სიტუაციაში კი არა, მადლობა გადაუხადეთ იმ სულს, რომ მოვიდა თქვენს ცხოვრებაში და თუ ვინიცობა და რამე არასწორი მაგაკეთებული ბავშვებთან სიყვარულთან მიმართებაში, ისა თქვათ ხო აი ესეთი სათქმელი შეიძლება იყოს თუ რაღაცა, ან შენს წინაშე მაგ დანაშაული, ან სამყაროს, ან სიყვარულს, ან საერთოდ თემა ბავშვებით. მაპატიოს სამყარომ, მაპატიოს აი იმ სულმა, მაპატიოს ჩემმა სულმა, შენმა სულმა და ჩემმა სულმა. ანუ მოინანიეთ უბრალოდ და მაქსიმალურად აი ახლა ის რაც შესაძლებელია, მე არ ვამბობ რომ ეს 1000%-იანი ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ ერთ-ერთი ვარიანტი არის ეს და მოდი ამ ერთ-ერთ ვარიანტზე რადგან ვსაუბრობთ, აქედან გამოსავალი, აი რაღაცა ცოტა მოვნახოთ. ითხოვეთ პატიება და რაც შეიძლება მეტი სიყვარული მიეცით პატარას. იმიტომ რომ ეს აი მაინც რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, როგორი ოპტიმისტებიც არ უნდა ვიყოთ, ხო? ჩვენ ვიბადებით ერთადერთი რაღაცის გამო, რომ რაღაცა ახალი ვისწავლოთ, განვითარების ახალ ეტაპზე ავიდეთ, სულიერად გავიზარდოთ და წავიდეთ. აი მაქსიმუმ ყველაზე კარგ ვარიანტში გვეძლევა 100 წელი, ხო? აი მაქსიმუმ. რა მოგვიტანია? არაფერიც არიელი ხელებით მოვედით, ხო? ამ 100 წლის შემდეგ რას წავიღებთ? ისევ არაფერს. არა, ისაც არიელი ხელით დავამთავრე, დავაცახეს. არა? 100 წლის შემდეგ მივდივართ ისევ ცარიელი ხელებით, მიგვაქვს რა? გაცემული პოზიტივი. ნასწავლი გაკვეთილები, აღებული გამოცდილება და სულიერის და. ისე რომ აი ამ ხორცს და მატერიალურს ნამდვილად მეორე ხარისხოვანი უნდა კონდეს მნიშვნელობა და აი პირველ ხარისხოვანი რაც არის. რას უტოვებ მე ჩემ შთამომავლობას და რა მიმაქვს თან, ხო? აი ამაზე უფრო გავაკეთოთ აქცენტი. ის რომ ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ, ბევრი სიყვარული მოგცეთ, თქვენს და თქვენ პატარას. და არა იმაზე, რამდენი სახლი რჩება, დაუმბავლობას რამდენი მანქანა. ერთი ანეკდოტა მახსენდება, რა არ შეიძლება. ამ დროს ძალიან მადგება ხოლმე. ნუ მოკლედ ერთი კახელი მიტოვალ მაინდა-მაინც არ ვიცი რატო, ყვდებაო და დაიბარა შულები და ეუბნება. რომ შვილებო გიტოვებთ სახლებს, მადლობთ მამა, შვილებო გიტოვებთ ოქროებს, მადლობთ, აგარაკებს, მადლობთ. ნუ უტოვებს ყველაფერს და დაიღალა ყველაზე პატარა და ესე ზის და მამა კი არ გვიტოვებ, გრჩება, მამა გრჩება. აი ზუსტად ეს არის. რაც არ უნდა დააგროვო, მაინც გრჩება. ისე რომ რაც არ გრჩება, აქცენტი იქითკენ გადავიტანოთ. თუმცა მატერიალურიც კარგია. უბრალოდ არ უნდა ჩაენაცვლოთ პირველ ხარისხოვანი. ხო, მეორე ხარისხოვანი. არა, გაცემაზე არ არის მარტო საუბარი. ხალხო, საკუთარ სულის ევოლუციაზე იმუშავეთ. თორე ფული კი ბატონო, კონდეთ, მე არ ვამბობ ფული ცუდია. არა, მაგრამ თუ ის რგუნავს, ან გავიწყებთ სულის ევოლუციურ კარბულ გზას, ეს უკვე ცუდია და ეს უკვე დანაშაულია. ამიტომ ფული კი ბატონო არაფერს არ აწყენს, მაგრამ სულის ევოლუცია არასოდეს არ დაივიწყო და ამაზე იმუშავეთ პირველ რიგში. და კვლავ მაყურებლის შეკითხვა მოვისმინოთ ეთერში. გამარჯობა. მადლობა. დიდი პატივისცემით. გამარჯობა. ესეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. ბატონი მიხეილი ეს საუბრობდა მახსოვს აფრიკიდან გადაცემებიდან, რომ მე ვარ დაბადებული 24/04/77 წლის და ამ ციფრების თანწყობა არის თუ არა რამე არის. დადებითი თუ არ ყოფითი მნიშვნელობის, იმიტომ რომ 24 და 4 ესე თქვა ერთად რაღაც პრობლემურია და რაღაც ესეთი და რაც მახსოვს თემით გასაგებია ძალიან ნუმეროლოგიის თემა. ჩვენ ამ თემაზეც საკმაოდ საინტერესო გადაცემა გქონდა. მადლობთ რომ შეგვახსენეთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ციფრს. აი, კეთე მუშაობდა ნუმეროლოგიაში. ხო, უცებ ვერ გადავთვალე, მატრიცა ანუ უცებ ვერ გავაკეთე, მაგრამ 4. ხო, ნუ 4, როდესაც არის გამოკვეთილი ადამიანის ცხოვრებაში, ცუდი არ არის. 4 ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის სიმყარე. აი 4-ის უქონლობა უფრო პრობლემებს ქმნის ადამიანთან, ვიდრე ის რომ 4 აქვს. ანუ, როდესაც ადამიანის მატრიცაში კარგად არის წარმოდგენილი 2-4, ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის კარგი სხეული, მით უფრო თუ ადამიანის მატრიცაში
არ აქვს ორიანები, ორიანი არის ენერგია და თუ ენერგია არ აქვს ადამიანს, მაშინ სწორედ ეს ოთხიანები არის, რომ ადამიანს იმ ენერგიასაც აძლევს, რაც მას სჭირდება ამ ცხოვრებაში, როდესაც არც ოთხი არის და არც ორი, ეს ძალიან საკმაოდ პრობლემურია, იმიტომ რომ ადამიანი პარავს საკუთარ ჯანმრთელობას. ენერგიას, ანუ, როდესაც ენერგიის გადახარჯვა ხდება იმაზე მეტად, ვიდრე შეუძლია, ეს წინ ჯანმრთელობის პრობლემად დგება. თქვენთან როგორც გავიგე, არის ოთხიანიც, არის ორიანიც. მე მაგალითად ახლა მატრიცას ვერ ვაკეთებ ამ წუთას, თორე შესაძლებელია უფრო მეტი ინფორმაცია მოგცეთ თქვენი სანერვულო არაფერი არის. არა, სანერვულო აქვს. ნუ ოთხიანი სირთულეა, მაგრამ რა ოთხიანი არის სატურნის ნიშანია, ორი ოთხიანი. ორი ოთხიანი ნიშნავს იმას, შემოკარგო თქვენ ჯანმრთელობა და ენერგია გეძლევათ ოღონდრისთვის, რომ გამოავნოთ მუდმივად ყველაფერში ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, შრომის უნარიანობა, ნებისყოფა ზოგჯერ ორმაგად, ვიდრე სხვა სჭირდება. აი თუ ამას გააკეთებთ, ოთხიანი პრობლემას არ მოგიტანთ, მაგრამ თუ თქვენ დახვედით სიზარმაცის გზით, არაფრის კეთების გზით, მაშინ ოთხიანი დიდ პრობლემებსაც მოგიტანთ, მინდა გითხრათ. და ბოლო მაყურებელი ხაზზე მოვისმინოთ მისი შეკითხვა, სანამ დაგვრჩა კიდევ რამდენიმე წუთი, უპასუხოთ მოკლედ, გამარჯობა. გამარჯობა. დიდი პატივისცემით მინდა ერთი შეკითხვა დაგიშვათ. სად შეიძლება გადავყაროთ ძველი ქვითრები ან პირადობის მოწმობა? თქვენ ადრე ერთხელ აქცენტს ბატონო მიხეილ და ზუსტად კარგად ქვითრები და პირადობის მოწმობები. ან ძველი სურათები სად შეიძლება რომ გადავყაროთ? უარესი კითხვაც იყო, სურათები სად გადავყაროთ ძველიო, რომელიც არ ჭირდება. დამოკიდებულებას გააჩნია ალბათ. მე მაქვს და არ მაწუხებს. არ ვიცი, ამას ცალკე ფიტრები გადაყარე? ფიტრები და პასპორტი. თუ როდესაც არ ვიცი, მე ამას ნამდვილად ვერ გაგცეთ პასუხს, გადაყარეთ, სადაც გაგეხარდებათ, მაგრამ ერთადერთი სულ მაწუხებს ხოლმე, თქვა ჩვენი წინაპრების, აი თქვა ბებიების, ხო, ესე, მე ალბათ უფრო ვთვლი, რომ ალბათ სასაფლაოზე ბიბლიოთეკაში ჩააბარეთ, იმიტომ რომ იქ არსებობს ესეთი განყოფილება, სადაც აი ეს ძველ ფოტოებს მოყიანა ინახავს და არა, მე პირიქით ეძებენ. ასეთ საკითხებში უკაცრავად ალბათ არ ვიცი, მე არ მაქვს პრობლემა, ამაზე არ მიფიქრე, ქვითარს რა უყო, არ ვიცი. ძალიან მოკლედ შევაჯამოთ და მთავარი მესიჯი მაყურებელს რა გველოდება უახლესი ერთი კვირის განმავლობაში. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, რამდენადაც დღეს რა გვაქვს, ხო, თუ არ ეს მზე კუროშია. გონია. ხო, დიდ ისეთ რაღაცებს, რაღაც გამოხტომებს და რაღაცებს არ ველით. ლარის კურსი ისე ცუღუტობს. ნუ ამისი წინაპირობაც არის რასაკვირველია, სანამ ის პლუტონის და ურანის კვადრატი არ მოიხსნება, მაგრამ ეს არ არის მარტო ჩვენი პრობლემა, მსოფლიო პრობლემა არის. უბრალოდ თუ სუსტია ორგანიზმი, ვირუსი მას უფრო ერევა. აი ეს არის, ამაში არის განსხვავება და ჩვენ ესე ყველაფერმა გავყარებას არ ვალო. ჯერ აი ახლა უახლოეს უფრო ზაფხული და შესაძლებელი, მაგრამ ახლა რადგან ესეთი განწყობაა ცაზე. არა, სექტემბრამდე მეჩვება რომ გამყარდეს. ხო, ზაფხულიდან ცოტათი უკვე მოიხსნება ეს კვადრატი და ესე ვთქვათ შემსუბუქდება, მაგრამ ნუ დაალაგება ცოტა იქით. ეს პირა ნორმალურია, შემოკარგებო, შვიდად ნორმალურად შეგიძლიათ შეახვიდეთ ამ კვირის ბოლომდე, აი შემდეგი კვირა 10-16 ერთ-ერთი ყველაზე დაძაბულია მაისის პერიოდში. ამიტომ კონფრონტაციის, კონფლიქტების ან ურთიერთგაგების შემცირების, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე შიდა საოჯახო დონეზე ტენდენციები მოიმატებს. განსაკუთრებული სიფრთხილე მერწყულებს ამ პერიოდში და განსაკუთრებული სიფრთხილე ლომებს ამ პერიოდში, იმიტომ რომ აქ განსაკუთრებით მძაფრდება სიტუაცია. თუმცა ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ოპტიმისტები ვართ და ოპტიმისტურად ვასრულებთ პრინციპით, ვინც გაფრთხილებულია, ის შეარაღებულია. დიდი მადლობა დღევანდელ სტუმარს, კეთის და მედია რომ კიდე გვეწევა ჩვენ ეთერში. მადლობა სუერთსებით ჩვენ, უღრმესი მადლობა თქვენ და გვიხარია ყოველხუთშაბათს თქვენი ეთერში. საუბარი მოვისმინოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ნამდვილად არის საჭირო. საინფორმაციო გამოშვებას უთმობთ პირდაპირ ეთერს, არ გადართოთ ძალიან მალე მეორე ნაწილით დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.